მოგესალმებით. რაც შეეხება ციტრუსს, ის რომ ორი კვირის წინ იყო შეფერხება, ერთკვირიანი იყო პრობლემა და რეიდზე იდგა გემები და ვერ შემოდიდნენ პორტში, ეს პრობლემა მთლიანად მოხსნილია. მე პირადად გახდით დაახლოებით 3 დღის წინ ჩამოვედი, მე შემიძლია გითხრას, რომ დღეს გომორეობით დაახლოებით 40000 ტონამდე არის უკვე წასული. ყოველდღიურად მიდის გემი ნოვოროსიისკის მიმართულებით. ეს არის დაახლოებით 1200-1500 ტონიანი გემი, ყოველ დღე მიდის ეს. ამას გარდა კვირაში რამოდენიმე გემი მიდის უკრაინის მიმართულებით, შეიძლება დიდი ბორანი, დაახლოებით 2500-2800 ტონის ფარგლებში. ამას გარდა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა გადის ლარსის გზით, სახმელეთო გზით, ასევე გადის რაოდენობა აზერბაიჯანის სომხეთში. დღეს გომორეობით პრობლემა მოხსნილია, მე რომ გახდით ვიყავი საკმაოდ ბევრ დამაზრებელ პუნქტში, შევხვდი ფერმერებს, მოსახლეობას, ასე რომ მათ რეალიზაციის პრობლემა დღეს არ დგას, ეს იყო გარკვეული შეფერხება სტიქიის გამო, რომელიც მთლიანად არის მოხსნილი. ჩემი ადგილი არის დღესაც იქ არის და ამ პროცესს მაგვირდება მუდმივ რეჟიმში. ეს შტაბი მუშაობს პრინციპში ასეთი ტიპის სამუშაოს მანამდე საწარებდა აჭარის ოფისმეურნეობის სამინისტრო და აჭარის ხელისუფლება. თავისთავად მოხდა საგანგებო შტაბი კვლავაც მუშაობს. ჩემი მოადგილე არის როგორც მოიხსენება ხელმძღვანელი და ამ ბატონი დავით ნატროშვილი და ამ პრობლემების ყველა პრობლემა დღეის გომორებით მოხსნილია. ყოველ შემთხვევაში მე რომ გახდით, მე შევხვდი როგორც ფერმერებს, ასევე დამამზადებლებს, ვნახე პლავისწარი ჩატვირთვის პროცესს და როგორც ვხედავ, მე არანაირი პრობლემა აღარ არის. ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყო თუ არა ეს? რაც შეეხება თქვენის მოგეხსენებათ, რომ 13.800.000 სუბსიდირება გავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. პროცესი დაწყებულია, თავისთავად იმ დოკუმენტაციის შესახებ თითოეული ფერმერი და დამამზადებელი არის ინფორმირებული, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საბუზლოზე ხდება სუბსიდირება, საკმაოდ მარტივია, აქ რთული არაფერი არ არის. აქ არის საუბარი ასე ვთქვათ, მიღების ოქმზე, იმ რაოდენობა ციტრუსისა, რომელიც ჩავარდება და შესაბამის დოკუმენტაციაზე. პროცესი დაწყებულია, თავისთავად ეს პროცესი რაღაც პერიოდში გაგრძელდება, თუმცა არანაირი პრობლემა აქ არ უნდა იყოს. რაც მთავარია, ფერმერი გლეხი მიიღებს იმ ფასს, რომელიც არის მისთვის მისაღები და კარგი ფასი. რა პრობლემები არსებობს დღეს კიდევ და რა პრიორიტეტები ექნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლებში? პრობლემა დარგში არის საკმაოდ ბევრი, ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ ბევრი პრობლემა. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ პრობლემებს ერთ-ან ორ წელიწადში გადავჭრით, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობისში მნიშვნელოვანი გარღვევისთვის არის საჭირო დრო, თუმცა ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთ წლის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა კომპლექსური მიდგომა, სისტემური მიდგომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ განვახორციელებთ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი. მე მინდა აღვნიშნო ყველაზე დიდი და მასშტაბური აქედან იყო მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, რომელიც 115 მილიონი ლარი დაჯდა არასაბიუჯეტო დაფინანსებით. ამის ფარგლებში 710.000-ზე მეტმა ოჯახმა, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში, მიიღო პირდაპირ სასოფლო-სამეურნეო დახმარება და მათ შესძლეს, რომ შედარებით შემცირებინათ ის ხარჯები, რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარ წარმოებაში. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი არის შეღავათიანი აკვარილის პროექტი. თქვენ იცით, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ტრადიციულად იყო პრობლემატური ამ დარგში. ეს პროექტი 28 მარტს დაანონსდა, ფაქტობრივად აპრილის პირველი კვირიდან დაიწყო ამ პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა. თქვენ იცით მექანიზმი როგორიც არის, ანუ ბანკები იღებენ გადაწყვეტილებას სესხების გაცემაზე, ბანკები ახდენენ ამ სესხების ადმინისტრირებას. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ერთი ჩვენ ვახდენთ გარკვეულ შემთხვევებში კაპიტალური რისკების ნაწილის გაზიარებას, მეორე ვახდენთ პროცენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სუბსიდირებას, ისე რომ გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის პროექტების დასაფინანსებლად გაცემულ სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არის 3%, ხოლო მოკლევადიან სესხებზე საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად მაქსიმალური განაკვეთი, რომელსაც იხდის ფერმერი, გლეხი, არის 8%. დღეს მდგომარეობით
მე საკმაოდ ფრთხილად ვარ, როცა ამ პროექტზე საუბრობ ყოველთვის, იმიტომ რომ 7 თვეა მხოლოდ გასულიას დაიწყო. ერთი რაც ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ 222 მილიონ ლარზე მეტია გაცემული, 8000-ზე მეტ მცეცხლებელზე. ამ მცეცხლების უდიდესი ნაწილი არის ადამიანები და კომპანიები, რომელთაც ასეთი ტიპის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომი ნამდვილად არ ჰქონდათ პროექტის გამოცხადებამდე. შესაბამისად, მე მაქვს იმედი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, კვალიფიციური მცეცხლები კვლავაც იქნებიან და ამ მოდენობით და მოცულობით გაგრძელდება პორტფელის გაცემა. კი, მე მთელი რიგი რაღაც მომენტები არის ის საჯარო სიკეთეები, იმ საჯარო სიკეთეების განვითარება დავიწყეთ ჩვენ მოდერნის განმავლობაში, რომელსაც კერძო სექტორი არ და ვერ განავითარებდა. ეს არის საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. იცით რომ ამ მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარება იყო, სულ 24000 ჰექტარს მიეწოდებოდა სარწყავი წყალი თვითდინებით. დღეის გამორევებით ეს არის 75000 ჰექტრამდე გაზრდილი, ანუ სარწყავ სეზონზე 75000 ჰექტარს მიეწოდება სარწყავი წყალი. და ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელ რიგ პროექტებზე ახლაც კი ამ სიცივეში ხალხი მუშაობს იმისთვის, რომ სარწყავ სეზონზე აპრილის ბოლოს ფერმერებმა მიიღონ საშუალება, რომ საკუთარი ნაყოფი იმორწყვან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მიმართულება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციებისა. თქვენ იცით, რომ ეს არ არსებობდა საქართველოში. ჩვენ განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან საკმაოდ უკან ვართ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თქვათ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაიწყეს ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ, 20 წლის წინ. ჩვენ ეს დავიწყეთ წელს, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ სოფლის-მეურნეობა განვითარდეს ეფექტურად. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ შევქმნით საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები, რომელთაც აქვთ მთელი რიგი ფუნქციები, მათ შორის ფერმერთა კონსულტაციების გაწევა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან USAID-ის და USDA-ის ხელშეწყობით, რათა ეს ადამიანები, ვინც ჩვენ დავიქირავეთ, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო, 10000-ზე მეტი განაცხადი იყო და 250 კაცი გადავიქირავეთ. ისინი არიან როგორც წესი აგრონომები, მცენარეთა სპეციალისტები. ჩვენ მუშაობთ ამერიკულ მხარესთან იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სხვა ნიჭებით და ცოდნებით მივცეთ, რაც არის კონსულტაცია, იმიტომ რომ ერთია როცა ხარ კარგი აგრონომი და მეორე როცა შენ შეგიძლია საკუთარი ცოდნის პრაქტიკულ დონეზე სხვებისთვის გადაცემა. მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართულება. ეს შეეხება სურსათის უგნებლობის კონტროლს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებზე. რეალური კონტროლი დაიწყო, თქვენ მოგეხსენებათ კარგად, რომ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მავნებელი არაჯანსაღი პროდუქცია იქნა გაჩერებული, იქნა განადგურებული ან მიბრუნებული ექსპორტერ ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები ჩატარდა ქვეყნის შიგნით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ერთწლიან პერიოდში 2.5-ჯერ, თითქმის 3-ჯერ მეტი ინსპექტირება ჩატარდა, ვიდრე წინა 3-წლიან პერიოდში. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას კვლავაც ვაპირებთ. მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ ვაპირებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კიდევ უფრო გაძლიერებას. იმისთვის, რომ ფაქტობრივად ყველა ოპერატორი ან ოპერატორების მაქსიმალური რაოდენობა იყოს მუდმივად შემოწმებული და ის სურსათი, რომელიც მოხვდება ბაზარზე, იყოს უვნებელი. ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ჩემის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ. ჩვენ შევქმნით ერთი თვის წინ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სააგენტო, რომელიც დღეის გამორევებით ახდენს ინფორმირებას მოსახლეობის და ის ყველა 10 რეგიონში იყვნენ, შეხვდნენ მოსახლეობას და ახლა იღებება უახლოეს პერიოდში მეორე ტური, რათა სრული ინფორმირება მოხდეს გლეხების, ფერმერების იმაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს მათთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას. თავისთავად ჩემის აზრით ჩვენი ტიპის ქვეყანაში, ანუ ქვეყანაში, სადაც შეზღუდული მიწის რესურსია და ფრაგმენტაციის დონე არის საკმაოდ მაღალი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის ერთ-ერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე კარგი, სწორი და რაც თავარი აპრობირებული გზა მიწის რესურსების და არა მარტო ადამიანების რესურსის, ფინანსური რესურსის მობილიზაციისა. ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ მთელი რიგი პროექტების განხორციელებას მომავალ განმავლობაში, რადგან თავისთავად შესაძლებელია ეს ცნობება ფარდო საზოგადოებას. დიახ. რამდენიმე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქართული სოფლის მეურნეობისთვის. პარალელურად გარკვეული განხადები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს გარკვეულ საფრთხეს. თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ რუსული პოლიტიკა აბსოლუტურად ცნობილი არის ყველა ბიზნესმენისთვის, ყველა ფერმერისთვის და ეს აუცილებლად იქნება გასანიშნაველი. რუსული ბაზარი გაიხსნა. თქვენის დრო მუშაობა იმ მიმართულებით, რომ მითხარით მაშინაც.
თქვენი მუშაობა იმის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მოხდარიყო, აღდგენილიყო, დაიწყო ფაქტობრივად ჩვენი სამეცნიერო მოსვლისთანავე. პირველი პროდუქცია, რომელიც დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, იყო 15 ივნის ღვინო, ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები. ამას გარდა ზაფხულში ასევე დაბრუნდა დაბალ ლირისკის შემცველი ფიტოსანიტარული კონტროლის დაქვემდებარებული პროდუქცია, ეს არის მაგალითად დაფნა, გამხმარი ხილი და ამ შემდეგ. და უკვე ნოემბრის 14-ში ჩვენ მივიღეთ საშუალება, რომ მთელი რიგი ხილი, მათ შორის ციტრუსი გასულიყო რუსულ ბაზარზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია ექსპორტი, მათ შორის მე შემიძლია 22 მილიონ ბოთლზე მეტია ღვინო მაგალითად ბოლო ამ 5 თვიან პერიოდში ექსპორტირებული რუსულ ბაზარზე. რაც შეეხება რისკებს და პოლიტიკურ მდგენელს, ჩვენ თავისთავად ყველამ ვიცით, რომ რუსულ ბაზარს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. ეს მე დარწმუნებული ვარ, ჩვენზე კარგად იციან ექსპორტიორთა კომპანიებმა, მათ შორის იმ დიდმა კომპანიებმა, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების დახარჯვა მოუწიათ იმისთვის, რომ სხვა ალტერნატიული ბაზრები აერთვისებინათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანიები, რომელსაც ეს ხარჯი გაწიეს და გარკვეული წარმატებაც მიიღეს მთელ რიგ ბაზრებზე, დარწმუნებული ვარ, არ დაკარგავენ ამ ბაზრებს და თავისთავად მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დივერსიფიცირებული იყოს მათი საექსპორტო ბაზარი. იგივე ციტრუსის მიმართულებით მე შეიძლება გითხრათ, რომ ამ ბოლო ერთ თვის განმავლობაში ექსპორტმა რუსეთში გადაასწრო ექსპორტს უკრაინაში. უკრაინა იყო ტრადიციულად ჩვენი ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ციტრუსისთვის, თუმცა ბოლო დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში უფრო მეტი ციტრუსია გასული ვიდრე უკრაინაში. დაახლოებით 40,000 ტონამდე. არ შეიძლება მეტია. მნიშვნელოვანია. მოდი, ორი პრობლემა იყო რა. ერთი იყო ამინდის პრობლემა, რა თქმა უნდა, და ერთი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად ვერ მოხერხდა ზღვით გატანა საერთოდ და თავისთავად იცით, რომ ხმელეთის გატანა შეფერხებული იყო უამინდობის გამო და ახლა ლარსზე არ არის მარტივი ზამთრის პერიოდში მანქანების ასვლა, თუმცა ყველანაირი ხილასწყობა იყო ჩვენი მხრიდან და ხდებოდა რაღაც რაოდენობის გასვლა. მეორე იყო ის, რომ მოსავალი იყო საკმაოდ დიდი, არა მარტო ჩვენთან, არამედ იმ კონკურენტ ქვეყნებში, რომლებიც არიან ძირითადი კონკურენტი ქვეყნები ჩვენთვის. ამის გამო აქ დადგა ფასის მომენტი და სწორედ ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოხდარიყო სუბსიდირება, ანუ თქვენ სუბსიდირების წესი ის როგორია სტანდარტულ მანდარინზე 35 თეთრის ან მეტის გადახდის შემთხვევაში 15 თეთრიანი სუბსიდია ემატება, რათა ის ფასი 50 თეთრი სტანდარტულზე დიახ. ენეს რაც შეეხება, აქ 10 თეთრიანი სუბსიდია, იცით და ამას გარდა მიღწეული იქნა შეთანხმება ქობულეთის ქარხანასთან, რომ ის წელს ორჯერ მეტ ენეს გადაამუშავებს ვიდრე შარშან, ანუ შარშანმა დაახლოებით 10,000 ტონა გადაამუშავა, წელს 20,000 ტონაზე საუბრობ. 22 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ესე მახსოვს, კი. კი ბატონო, სწორად მახსოვს. დაიხარეთ.